რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. განსაკუთრებულად წვავე პრობლემა საქართველოში, გადაუხდელი კრედიტები, სესხები, დაყადაღებული ქონება და პრობლემური იპოთეკა, შეცდომაში შეყვანილი მომხმარებელი, ექსკლუზიური ინტერვიუები, ანალიტიკური ხედვა, გამოსავლის ძიება, რეალური ფაქტები. თქვენ გაქვთ უკეთესი პერსპექტივა. გამარჯობათ, მე ვარ სოფიო ბეროშვილი, რადიო კომერსანტის ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშვილთან ერთად. დღევანდელი გადაცემა ეძღვნება საბანკო სფეროს და მის პოლიტიკას. როგორც ვიცით, მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით საქართველოს კრედიტების სიძვირით მსოფლიოს ქვეყნებში ერთ-ერთი მოწინავე პოზიციაზე გვხვდება. კონკრეტულად მეხუთე ადგილზეა ჩვენ ჩამორჩებით კონგოს, გამბიას, უგანდასა და ტაჯიკეთს. ეს თემა კვლავ აქტუალურია მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ცალკეული აქციების პირობებში საპროცენტო განაკვეთებმა სხვადასხვა ტიპის სესხებზე იკლო. თუმცა ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება, რომ საბანკო სექტორი ნაკლებად კონკურენტულია და მთლიანი აქტივობის დიდი ნაწილი მხოლოდ რამდენიმე ბანკზე მოდის. ხოლო საბანკო სფეროს მოგების უმეტესი წილი ორ მსხვილ ბანკზე ნაწილდება: საქართველოს ბანკი და TBC ბანკი. ამიტომ უფრო მეტად მნიშვნელოვანია თუ როგორ ფუნქციონირებს ეს ბანკები, ვიდრე ის წვრილი ბანკები, რომლებიც პრაქტიკულად ამინც არ ქმნიან საქართველოს საბანკო სექტორში. სწორედ ამიტომ დღევანდელი გადაცემის თემა საქართველოს ბანკს ეხება. ბოლო რამდენიმე დღის ხმაურის გამო, როგორც ვიცით, ნიკა გილაური სტამბოლში საქართველოს ბანკის წარმომადგენლის ხელმძღვანელი გახდა. გარკვეული ექსპერტები ფიქრობენ, რომ ერთმა ძმამ მეორე ძმას შეუქმნა ფინანსური კომფორტი იმისთვის, რომ ნიკა გილაურმა თავი აარიდოს იმ კითხვებს, რაც მის მიმართ საგამოძიებო ორგანოებს აქვთ. ამ თემის და საბანკო პოლიტიკის ირგვლივ ვისაუბრებ დღეს ჩემს სტუმრებთან ერთად იურიდიულ კომპანია LCH-ის აღმასრულებელ დირექტორ ადვოკატ ირაკლი კერესელიძესთან და ეკონომიკურ მეცნიერებათა პროფესორი საფინანსო სფეროს ექსპერტი ქალბატონ ლია ელიავასთან ერთად. თავიდან მინდა მოგახსენოთ, რომ გადაცემის დაწყება გვინდოდა ეროვნული ბანკის კომენტარით ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ დაუკავშირდით მის წარმომადგენელს, რომელმაც კომენტარის გაკეთება ტელეფონით არის სურვა, გადავუგზავნეთ კითხვები ელექტრონული პოსტით, მაგრამ არაერთი მცდელობის მიუხედავად ეროვნული ბანკი ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ჩვენ დაველოდებით, რა თქმა უნდა, მის კომენტარს თუ ასეთი გაკეთდა. მივესალმებით ჩემს სტუმრებს სტუდიაში. გამარჯობა ბატონო ირაკლი, ქალბატონო ლია, დიდ მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მოგბრძანებისთვის. ქალბატონო ლია, მინდა დავიწყოთ თქვენით, ძალიან აქტუალური და ხმაურიანი თემა გახდა ნიკა გილაურის ამ პოსტზე დანიშვნა. მინდა გკითხოთ, არის თუ არა ეს ფაქტი ნეპოტიზმი? ჩემის მოსაზრებით მე ამ ფაქტს არ დავარქმევდი ნეპოტიზმს. და რატომ? იმიტომ რომ საზღვარგარეთ წარმომადგენლობა კომერციული ბანკის ეს არ არის არც სრულფასოვანი ბანკი და არც მისი ფილიალი. ეს არის უბრალოდ ოფისი, რომელიც აგროვებს ინფორმაციას, ეძებს კომერციული ბანკისთვის კლიენტებს საზღვარგარეთ, ანუ მას არანაირი შეხება არ აქვს საფინანსო ოპერაციებთან. ამიტომაც ბუნებრივია, რომ ასეთი წარმომადგენლობის ხელმძღვანელების, მენეჯერების მიმართ არ არსებობს ეროვნული ბანკის მხრიდან შესაბამისი რაღაც მოთხოვნები მათი კვალიფიკაციის თაობაზე. ამიტომაც ჩემის მოსაზრებით მე ნამდვილად არ მიმაჩნია ეს ძალიან სერიოზულ პრობლემად, რომ ერთმა ძმამ მეორეს ხელი შეუწყო დაუშვათ და სამსახური მოუძებნა. ვინაიდან აი ეს ფაქტი, ეს გარემოება საქართველოს საფინანსო სექტორზე არანაირ გავლენას არ ახდენს ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს არის ჩემი პოზიცია. თქვენ რა სიტყვით ბატონო ირაკლი? ამ თემასთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთებდით? მოგესალმებით ბატონო სოფიო, ქალბატონო სოფიო, მივესალმებით თქვენს მსმენელებს. მივესალმებით ქალბატონ ლიას. ჩემთვის სამწუხაროდ ქალბატონ ლიას მე ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბანკის ფილიალი არ იყოს სრულფასოვანი ბანკი, მას პირდაპირ ეკისრება იმ საქმიანობის წარმართვა, რასაც ზოგადად ბანკი წარმართავს. უფრო მეტიც თვითონ ბანკის მიერ გაკეთებულ ენაუნსმენტში, განცხადებაში, როდესაც ცნობილი გახადეს ბატონი ნიკა გილაურის დანიშვნის ამბავი, ხაზგასმული იყო ის გარემოება, რომ ბანკი ითვალისწინებდა რა იმ ეკონომიკურ აქტივობას, რაც ხდებოდა თურქეთში, მას შემდეგ რაც წარმომადგენლობები აქვს გახსნილი უკვე ლონდონში და ასევე იერუსალიმში, გადაწყვიტეს გაეხსნათ წარმომადგენლობა უკვე თურქეთში. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ბანკის საქმიანობის ძირითად სფეროს, რაც არის
საბანკო საქმიანობა, რა თქმა უნდა, მათი წარმომადგენლობა თურქეთში ზუსტად ამით უნდა დაკავდეს და ალბათ ბევრად უფრო უპრიანი იქნებოდა, რომ მოეძებნათ იმ ტიპის პროფესიონალი, რომელიც ამ საბანკო საქმიანობას ეფექტურად წარმართავდა და არ იქნებოდა იმ სახის ნეპოტიზმის ნიშნები, სწორედაც რომელიც აშკარად იკვეთება ასეთ შემთხვევაში. მაგრამ ქალბატონმა დიამ განაცხადა თავიდანვე, რომ ეროვნული ბანკი მსგავს პოზიციაზე არანაირ შერჩევის კრიტერიუმებს არ ითვალისწინებს და შესაბამისად არ აქვს რაღაც მოთხოვნა, რომ წარმომადგენელს კონდეს ესა თუ ის, ასე ვთქვათ, გამოცდილება, განათლება ან ასე შემდეგ. მე გეტყვით, რომ ეროვნული ბანკი არის ზოგადად მარეგულირებელი სფეროში, ანუ ეგრეთ წოდებული არბიტრის ფუნქცია აკისრია. ამ შემთხვევაში მე პირდაპირ თვალსაზრისით ეროვნულ ბანკს არ ვეხები და არ ვაკრიტიკებ, თუმცა შესაძლებელია ამის საფუძველიც არსებობდეს. მე მაქვს ლაპარაკი იმ საკადრო პოლიტიკაზე, რომელსაც აწარმოებს საქართველოს ბანკი, სადაც აშკარად ვლინდება ნეპოტიზმის ნიშნები. მე შემიძლია შემოგთავაზოთ ასე საერთაშორისო ტერმინოლოგიური განმარტება ნეპოტიზმისა, ეს არის ფავორიტიზმი, რომელიც ვლინდება ნათესავებისა და ახლო მეგობრების მიმართ, მათ მიერ, ვისაც ამ გარკვეული ძალაუფლება გააჩნია და ასევე ყველაზე ცნობილი განმარტებითი ლექსიკონებიც კი იქვე ურთავენ, რომ ერთ-ერთი ამ ნეპოტიზმის ძალიან მკვეთრი ფორმა არის მკვეთრად გამოხატული ფორმა არის ის, როდესაც მათ მეგობრებს აძლევენ და ნათესავებს აძლევენ სამსახურებს. ქალბატონია, თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით ამის შესახებ? გასაგებია, რომ არანაირი, ასე ვთქვათ, ეკონომიკური გავლენა არ ექნება ბატონ ნიკა გილაურის ამ პოზიციაზე დანიშნოს, იმიტომ რომ წარმომადგენლობა არ ნიშნავს იქ საბანკო ოპერაციების ჩატარებას. რატო არ ნიშნავს? მე მაგაში ვერ დაგეთახმები. ქალბატონია ასე განაცხადა. არა. მე მგონი საბანკო წარმომადგენლობა ზუსტად მაგათ ნიშნავს. თქვენ რა გინდა თქვათ, რომ Deutsche Bank-ის წარმომადგენლები საბანკო ოპერაციებს არ ატარებენ? სოფლიოში ძალიან ბევრგან არის წარმომადგენლობა ნიშნავს. თქვენ რა სიტყვით ამას? ასეთია საქართველოს კანონმდებლობა. ასე აქვს დადგენილი ეროვნულ ბანკს აქ ცალსახად განმარტებული თუ რა არის წარმომადგენლობა. და რა არის წარმომადგენლობა? ეს არის ჩვეულებრივი ოფისი, ეს არ არის ფილიალი. ეს არ არის შვილობილი კომპანია, ეს არ არის არც სერვის ცენტრი კომერციული ბანკის. ეს არის ჩვეულებრივი ოფისი, რომელიც არის დაკავებული იმით, რომ აგროვებს ეს ინფორმაციას კომერციული ბანკისთვის ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს შესახებ, რომელიც ცდილობს, რომ მოიძიოს კლიენტები კომერციული ბანკისათვის, რომელიც აწარმოებს მარკეტინგულ კვლევებს და ჩვეულებრივ ტრადიციისამებრ, როდესაც კომერციული ბანკი საზღვარგარეთ ხსნის წარმომადგენლობას, გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუ ის ჩათვლის საჭიროდ, ის ხსნის ხოლმე უკვე შვილობილ კომპანიას. ეს არის შესამზადებელი სამუშაოს ჩასატარებელი წარმომადგენლობა. დიახ, ეს არ არის, ეს არ არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, იგი არ აწარმოებს ფინანსურ ოპერაციებს. არანაირ საბანკო ოპერაციებს არ აწარმოებს. იმიტომაც არის, რომ ეროვნულ ბანკს არ აქვს მკაცრი მოთხოვნები აი ამ ასეთი სახის წარმონაქმნის ადმინისტრატორების შესაბამისობისათვის. ანუ არც კვალიფიკაციის მოთხოვნა და არა. კი, მაგრამ ეს მოვლენა მაინც ძალიან დიდი ყურადღების ღირსი გახდა რამოდენიმე დღის განმავლობაში ჩვენს მედიაში და ესეთი კითხვა მაქვს კიდევ ორივე თქვენგანთან. ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ბიზნეს ეთიკის კოდექსში და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის პროგრამაში, სადაც ძალიან მკვეთრად არის გამოხატული, რომ ეწინააღმდეგებიან ნეპოტიზმის გამოხატვას. მე მესმის, რომ ეს არ არის კანონი, ეს არ არის ვალდებულება, მაგრამ აი ამ ყველაფრის დარღვევა საქართველოს მხრიდან რამდენად ეთიკურია, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვცდილობთ გავხდეთ ევროპა, ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა, რა შედეგებს გამოიწვევს ამ ფაქტის გახმაურება საზღვარგარეთ, თქვენ როგორ ფიქრობთ? დიახ. მე ვთვლი, რომ ამ ფაქტს როგორ გითხრათ, ის რეზონანსი, რომელიც დაუშვათ აქვს საქართველოში, უცხოეთში ამას არ ექნებოდა ასეთი რეზონანსი. ხო, მაგრამ საქართველოს ბანკი ხომ არის წარმომადგენელი საფონდო ბირჟის ლონდონის? არა, ის ლისტინგშია საფონდო ბირჟის, ეს ცოტა სხვა საკითხი არის.
საქმე იმაშია, რომ საქართველოს ბანკი არაფერს არ გააკეთებდა, ისეც რომ მისი ავტორიტეტი ყოფილიყო შელახული საფონდო ბირჟაზე. მაგალითისთვის გეტყვით, რომ საქართველოს ბანკი არის ერთადერთი ბანკი საქართველოში, რომელიც გასცემს დივიდენდებს თავისი მოგებიდან. სხვა არც ერთი კომერციული ბანკი ამას არ აკეთებს. რისთვის კეთდება ეს? ბუნებრივია იმისთვის, რომ მას ჰქონდეს შესაბამისი იმიჯი. სხვანაირად მას საფონდო ბირჟის ლისტინგში არავინ არ ჩასვავდა, ხომ? ამიტომ ასეთი საკითხის ასე დაყენება, რომ არის თუ არა ეს თქვათ ბიზნეს ეთიკის დარღვევა ან რაღაცა კატასტროფა, მე მაგალითად ეს არ მიმაჩნია ასე ნამდვილად. თუ საქართველოს ბანკმა გახსნა თავისი შვილობილი კომპანია თურქეთში და მის ხელმძღვანელად დანიშნა ეს ისევ ის პირო, ხო, მაშინ უკვე ბევრი კითხვა წარმოიშობა, რა თქმა უნდა, მაგრამ აი დღეის წორს მე ეს არ მიმაჩნია ძალიან სერიოზული პრობლემა. ბატონო, თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? ესე იგი, მოდით იქიდან დავიწყოთ, რომ მოდით რეკლამის შემდეგ გავაგრძელოთ თქვენ პოზიციის დაფიქსირება. ჩვენ ისევ რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო ადგილას გავუჩერდით, ჩვენ მალე დავბრუნდებით დაგველოდეთ. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ჩვენ ისევ დავბრუნდით ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. მე კითხვით გადავდიოდი ბატონ ირაკლისთან. ბატონო ირაკლი, თუ შეიძლება კითხვას გამიმეორებ და მიპასუხეთ ბიზნეს ეთიკის კოდექსი და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის პროგრამის გათვალისწინებით, რომელიც გმობს ნეპოტიზმს. თქვენი აზრით, რამდენად ცუდი გამოხმაურება მოყვება საზღვარგარეთ, რადგან ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ვართ და ვცდილობთ მივახლოვდეთ ევროსტანდარტებს, ეს ფაქტი კონკრეტულად და რამდენად ცდილობს ეროვნული ბანკი თუნდაც ამ ფაქტის დაშვებით მივახლოვდეს დასავლეთის სტანდარტებს? ესე იგი, ქალბატონ სოფიო, ჯერ 2 სიტყვით გამოვეხმაურები ჩემი ოპონენტის მიერ განცხადებულს. მე პრინციპში პრობლემას ზუსტად იმაში ვხედავ, რომ აი ხა ჩვენ აქ ვზივართ და განსხვავებული აზრები გვაქვს. ქალბატონ ილია აღნიშნავს ხას უსვავს შვილობილი კომპანიის ფაქტორს, რა არის წარმომადგენლობა, რა იცის საზოგადოებამ ამ მოვლენის შესახებ. მე ვლაპარაკობ იმ ვალდებულებაზე, რომელიც ნაღელი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციას და მით უმეტეს ბანკს აკისრია. ეს არის ეგრეთ წოდებული full disclosure-ის პოლიტიკა, როდესაც თავის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ბანკი საჯაროს ხდის, როგორც პროცედურის ნაწილში, ანუ როგორ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და ვის მიერ მხარდაჭერილი, ასევე არსობრივადაც. ეხლა რაც ქალბატონმა ლიამ ახსნა, ჩემთვის ეს გასაგები, ამას ქვია კომუნიკაციების ოფისი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს კომუნიკაციების ოფისია. როდესაც ჩვენ ვიყენებთ ტერმინს წარმომადგენლობა, წარმომადგენლობა შეიძლება ძალიან ბევრ რაღაცას ნიშნავდეს. მათ შორის საფინანსო წარმომადგენლობასაც. თუ ეს არის დაუშვათ ეგრეთ წოდებული ground testing-ი, როდესაც ხდება ადგილზე მოსინჯვა ფინანსური შესაძლებლობების, ეს ერთი თემაა, თუმცა პროფესიონალიზმი ყველაფერშია მოთხოვნადი. მაგრამ თუ ჩვენ ლაპარაკობთ სრულფასოვან წარმომადგენლობაზე და ამის ეჭვი მაქვს, ასეთ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ არ იქნა დაცული სათანადო საჯაროობის მოთხოვნები. რაც შეეხება საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, ეს რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ ჩვენ ლაპარაკობთ ბიზნესზე და მით უმეტეს ბიზნესის ისეთ მნიშვნელოვან სეგმენტზე, როგორც არის საბანკო სფერო. და ლაპარაკობთ ბანკზე, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ იყოს ერთ-ერთი პირველი საქართველოში. საქართველოს ბანკთან მიმართებაში ძალიან ბევრი საფუძვლიანი კრიტიკა შეიძლება წარიმართოს და ამისი ფაქტობრივი მასალაც არსებობს, თუმცა ეს ისეთი თემა, რაც ეხლა ძალიან შორს წაგვიყვანდა, მაგრამ აი ეს ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს, ჩემის აზრით ძალიან სიმპტომატურად აჩვენებს, თუ რამდენად ჩაკეტილი სისტემაა, რამდენად ამას უცხოელები ეძახიან family like businesses, საოჯახო ბიზნესის მაგვარია და ყველაზე მთავარი რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ, ვინ დაინიშნა წარმომადგენლად? საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც სამჯერ უკვე იყო გამოძახებული სამართალდამცავ სტრუქტურებში და მის მიმართ არსებობს დღესაც ლეგიტიმური ინტერესი. ჩემი მთავარი იდეა არის ის, რომ ფაქტობრივად მისმა ძმამ საქართველოს ბანკის პოზიცია, რომელიც მას უკავია, გამოიყენა იმისათვის,
რომ სამართლებრივი მოსალოდნელი სამართლებრივი პასუხისგებლობა არიდოს ერთის მხრივ თავის მას და მეორეს მხრივ შეუქმნას მას ფინანსური დამოუკიდებლობა. მე მინდა ხაზი გაუსვა იმ ვითარებას, რომელიც ლაგდება ახლა. თუ კი ჩვენ ხვალდაზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოვისმენთ შესაძლებელია დასაბუთებულ და არგუმენტირებულ ბრალდებებს ნიკა გილაურის მიმართ. ის პოზიცია, რომელიც მას დღეს უკავია, სავარაუდოდ ალბათობის მაღალი ხარისხით გამოყენებული იქნება სპეკულაციისთვის და იმის განცხადების მიზნით, რომ საგამოძიებო ორგანოები ეხებიან ბიზნესს, ეხებიან საბანკო სფეროს. და ეს რამოცემულობიდან, ქალბატონ სოფიო, მაშინ, როდესაც ნიკა გილაურს საბანკო გამოცდილება არ აქვს არც ერთი დღე. იგი რეალ შესაბამისი განათლება არ აქვს მიღებული. ხო, არა, აქ საკმაოდ ფართოდ შეიძლება ამ ყველაფერს შევეხოთ. მე პირიქით მიმაჩნია, რომ ეს ეგრეთ წოდებული მერდოკიზმი, რაც სოფლიოში ამ ტერმინით არის ცნობილი, როდესაც საკუთარი ნათესავებით და ახლობლებით ხდება კომპანიების და კომპლექტება, არ იქნება საბანკო სფეროს გულისხმობ. არა მარტო საბანკო სფეროს, სოფლიოს საფინანსო სფეროს დიდ ბიზნესს, რომელიც არ უყურებს ამას კარგი თვალით. იმიტომ რომ საბანკო სფეროში ჩვენ ყველაზე მთავარი ამოსავალი კრიტერიუმი გვაქვს ნდობის ფაქტორი. თუ კი საბანკო ინსტიტუციის მიმართ ნდობა არ არსებობს, მის მიმართ არ არსებობს შესაბამისი როგორ თქვა ნდობის ვოტუმი. ეს ავტომატურად იწვევს იურისტი აი ამ სფეროს მოდით მე გეტყვით. ამ მოვლენას უბრალოდ როგორ აფასებთ, რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს იმის გათვალისწინებით, რომ ბატონ ნიკას მიმართ და მის პრემიერ-მინისტრობის მე როგორც იურისტი განმავლობაში რაღაც კითხვები არის. კი ბატონო, მე გეტყვით, ესე იგი, რა თქმა უნდა, ეს კითხვები არსებობს, იმიტომ რომ ძალიან საეჭვოდ დაემთხვა საქართველოს ბანკის ფინანსური მომძლავრება, შეიძლება უფრო რადიკალური ტერმინიც ვიხმაროთ, მაგრამ ამ ეტაპზე ამით შემოვიფარგლები ნიკა გილაურის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიზახ, მე იურისტი ვარ და არ შემიძლია დამტკიცებული ფაქტების გარეშე ვილაპარაკო. აქ შემიძლია მხოლოდ ვარაუდი გამოთქვა. ასე ვთქვათ, მის დანიშნულ მოდით ასე ვთქვათ რა, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმეტესობაში საქართველოს ბანკს აქვს ცუდი რეპუტაცია, გამომდინარე იქიდან თუ როგორ ებყრობიან ისინი თავიანთ კლიენტებს, განსაკუთრებით დაუცველ კლიენტებს, განსაკუთრებით იმ სფეროში, რომელიც არის იპოთეკური თემა, ხო? როდესაც ადამიანები რჩებიან, როდესაც ხო, დამამთავრებენ თაზე, როდესაც ადამიანები რჩებიან სახლების გარეშე, როდესაც ადამიანები რჩებიან ღია ცის ქვეშ. რაც შეეხება საერთაშორისო რეპუტაციას, ჩემი აზრით, ეს გამოიწვევს ძალიან ბევრ უსიამოვნო კითხვას საქართველოს ბანკისთვის. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ლისტინგში არიან და არა მეტი, LSE London Stock Exchange არის მაღალი მორალური რეპუტაციის მქონე ორგანო სოფლიოში ცნობილი, სადაც კრიტერიუმები პროფესიონალიზმის, კრიტერიუმები მიუკერძოებლობის არის ძალიან დაფასებული და ამ კრიტერიუმთან მიმართებაში ეჭვის გაჩენა, კითხვის ნიშნის გაჩენა აუცილებლად ნეგატიურად აისახება საქართველოს ბანკის საერთაშორისო რეპუტაციაზე. თუ კი ასეთი რა თქმა უნდა არსებობს. კიდევ ერთი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში და მე არ შემიძლია რომ ეს კითხვა არ დავსვა. ნიკა გილაურის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში საქართველოს ბანკმა ძალიან დიდი ეკონომიკური მოგება ნახა. შეიძლება თუ არა ეს ჩავთვალოთ ეს გადაწყვეტილება, რომ გარკვეულწილად ვალდებულებების გადახდის პირობასთან არის გაიგივებული. თქვენ როგორ ფიქრობთ, ქალბატონო ლია? მე ვფიქრობ, რომ ეს ასე არ არის. და აგეცნეთ ჩემ პოზიციას. საქართველოს ბანკი ყოველთვის იყო ძლიერი ბანკი. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი ვისია ეს ბანკი, ანუ ვისი კაპიტალი დევს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის ადგილობრივი ბიზნესმენების კაპიტალი. როგორც ძლიერი ბანკი, ეს ბანკი ყოველთვის იყო დაახლოებული ხელისუფლებასთან და აქ მნიშვნელობა არა გილაური იქნებოდა თუ ვინმე სხვა პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვახსოვს გილაურის პრემიერობა. არაფრით არ დაგვამახსოვრდა უფრო სწორედ, ხომ?
ნებისმიერი მსხვილი ბიზნეს სტრუქტურა საზოგადოებას თუ არ დაამახსოვრდა გამორჩეულად არაფრით ეს იმას არ ნიშნავს რომ გარკვეულწილად მე ვარაუდის დონეზე გამოდგა მას რომ ხელს არ უწყობდა თუნდაც იმ მოგების ზრდას რომ უფრო აქტიურად იყო ასე ვთქვათ მოსახლეობიდან კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში აღსრულება და ქონების ამოღება და ასე შემდეგ ჩვენ გვახსოვს ისიც რომ გარკვეულწილად გამოითქმეოდა რაღაც საუბრები იყო უბრალოდ ამის შესახებ რომ კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში გარკვეულ ბიზნესმენებს თავაზობდნენ რომ წილით გადაეხადათ ეს ბიზნესი და წილში შესულიყო ბანკი და შემდეგ შესაბამისად განავითარებინათ ეს ბიზნესი. ასეთი საუბრები იყო ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვახსოვს ამას გულისხმობ მე. სხვათა შორის ამ წილზე გამახსენდა. წილი ეს არის ისლამური ბანკინგის ასე ვთქვათ ერთ-ერთი მუშაობის სტილი. როდესაც ისინი პროცენტებს კი არ იღებენ წილში უჩდებიან ბიზნესმენებს. ანუ ეს არაფერი სასწაული მოთხოვნა არ არის მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით. რატომ დადგა ეს პრობლემა? ასე ვთქვათ, ჩვენ ხომ ევროპისკენ მივიდვით და შესაბამისად ევროპულ სტანდარტებს უნდა შევესაბამებოდეთ. მე ამ კუთხით ვუყურებ ამ თემას. თქვენი რეპლიკაში მომეწონა სიტყვა უნდა. მაგრამ სამწუხაროდ დღეს მდგომარეობით ის რეგულაციები, რაც არსებობს კომერციული ბანკების მიმართ, ძალიან შორს დგას ევროპული სტანდარტებისაგან. ჩვენ პრინციპში ვცდილობთ ახლა განვიხილოთ რაღაცა პრობლემის შედეგი, მაგრამ მისი მიზეზი არის სხვა რამეში. ის რომ საქართველოს ბანკი გახდა ასეთი მონსტრი და მონოპოლისტი ხო სხვა მეორე ბანკთან ერთად, ეს არ არის თვითონ ამ ბიზნეს სტრუქტურის დანაშაული. არა. პრინციპი რაც არ არის კანონით აკრძალული, ის დაშვებულია, ის მოქმედებს ყველგან, მათ შორის საბანკო სექტორში. რატომ მოხდა ასე რომ შეძლო ორმა კომერციულმა ბანკმა გაეზარდა თავისი აქტივები და პრაქტიკულად გამხდარიყო ოლიგოპოლია, იმიტომ რომ ამისი შემაკავებელი შესაბამისი კანონმდებლობა არ არსებობს. და განსაკუთრებით ამაში დიდია საქართველოს ეროვნული ბანკის წვლილი, რომელმაც მისცა საშუალება ამ ორ სტრუქტურას გაზრდილიყო. დღევანდელი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა გულისხმობს მონოპოლისტად ისეთ სტრუქტურას, რომელსაც უკავია ბაზრის 40%-ზე მეტი წილი. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ასეთი უზარმაზარი პროცენტი არ არის ნაგულისხმები. რეკლამაზე გავდივართ, ჩვენ ძალიან მალე დავბრუნდებით. თქვენ გაქვთ უკეთესი პერსპექტივა. ჩვენ ისევ დავბრუნდით ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიების სოფიო ბეროშულთან ერთად და შემდეგი კითხვით მინდა გადავიდე ქალბატონ ლიასთან. ქალბატონ ლია, დღეს საქართველოში ყველა ბანკი აბსოლუტურად მაქსიმალურად ცდილობს რომ გაასაიდუმლოს ხელმძღვანელი პირების ანაზღაურება, რაც ეწინააღმდეგება დასავლეთის სტანდარტებს, როგორც მოვიძიე ინფორმაცია. საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის ანაზღაურების გასაჯაროება აღნიშნული ბანკის ლონდონის საფონდო ბირჟაზე ყოფნითაა განპირობებული. როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა საქართველოს ბაზარზე არსებული სხვა ბანკების ტოპ მენეჯმენტის ანაზღაურება გასაჯაროებელი თუ გავითვალისწინებთ დასავლეთის გამოცდილებას? უცხოეთში ეს ტოპ მენეჯერების შემოსავლების გასაჯაროება მას შემდეგ გახდა მას შემდეგ შემოღებულ იქნა, რაც გადაუარა მსოფლიოს ფინანსურმა კრიზისმა. აი მაშინ სერიოზულად დაფიქრდნენ მარეგულირებელი ორგანოები, ნამდვილად ღირს თუ არა იმ მენეჯერების საქმიანობა იმ მილიონებად, რომლებსაც ისინი ღებულობენ საზღაურად. როგორც წინა ბლოგში ვთქვი, სამწუხაროდ საქართველოს კანონმდებლობა იმდენად შორს დგას ცივილიზებული საბანკო კანონმდებლობისაგან, რომ აქ ასეთი ნორმის შემოღება საკანონმდებლო წესით არის პრაქტიკულად შეუძლებელი ეროვნული ბანკის დღევანდელი ხელმძღვანელობის პირობებში და მორალური ნორმების სახით ამას ვერ დაავალდებულებ კომერციულ სტრუქტურას. ამიტომ თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონო ირაკლი ამ თემასთან დაკავშირებით, უნდა იყოს გასაჯაროებული სხვა ბანკების ტოპ მენეჯმენტის ასე ვთქვათ შემოსავალი და ანაზღაურება? იცით რა, მე ამ ნაწილში სრულებით ვეთანხმები ქალბატონ ლიას, ეს მსოფლიო პრობლემა იყო და ეგრეთ წოდებული ტოპ მენეჯერების ანაზღაურება მიჩნეულ იქნა თავის დროზე ერთ-ერთ არამთავარ, მაგრამ მნიშვნელოვან ფაქტორად, რამაც გამოიწვია ის მსოფლიო საფინანსო კრიზისი 2008 წელს. მაგრამ აქ მე ასევე მინდა ხაზი გაუსვა და გავეხმაურო
და დავითახმო ამ შემთხვევაში ქალბატონ ლიას იმ ნაწილში, რომ საქართველოს კანონმდებლობა განსაკუთრებით ანტიმონოპოლიური მიმართულებით არის, როგორ ვთქვათ, ჩანასახოვან სიტუაციაში და ის, რასაც ჩვენ დღეს გვთავაზობენ, არა პრობლემას ვერ ჭრის, ვერ გადაწყვეტს, თეორიაშიც კი, პრაქტიკაზე ხო ლაპარაკი არ არის, მაგრამ ხას გაუსვავდი აქვე იმ გარემოებას, რომ თუ კი კანონის პირდაპირ რეგულაციები არაეფექტურია და რაღაც მოქმედება პირდაპირ არ არის აკრძალული, ეს არ აძლევს მაღალი ბიზნეს რეპუტაციის პრეტენზიის მქონე ორგანოებს იმის უფლებას, რომ რაღაცა ველური კაპიტალიზმის პრინციპებიდან გამომდინარე ისარგებლოს ამ სიტუაციით ისე, რომ გააკოტროს მოსახლეობა, ბიზნესმენები და ათობით ათასი ადამიანი ჩააგდოს ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ეს ახსნას იმით, რომ ეს კანონით პირდაპირ არ არის აკრძალული. ეს ამორალური ქმედებაა და ამას მე ვერავის ვერ მოუწონებ. ქალბატონო ლია, მე სამ თქვენ მოგვიწევდით სტუმრად მოვიძიეთ თქვენი ინტერვიუები, როგორც უკვე აღნიშნე. თქვენ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს აღნიშნეთ, რომ ციტრებას მოახდენ ხელისუფლება მოსახლეობა კომერციული ბანკების გასაძარცვად მიუგდო და სწორედ ამის ბრალია, რომ კომერციულმა ბანკებმა მისცეს უფლება საკუთარ თავს, რომ კრედიტებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები დაეწესებინათ. როგორ ფიქრობთ, ბანკში, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თანხის გაცემის სახით ახორციელებს პროექტებს, მაგალითად საქართველოს ბანკმა ხომ გასცა რაღაც თანხები, რომელიც რაღაც სოციალურ პროექტებს მოხმარდება. ამ ბანკის ხელმძღვანელ პირებს უნდა ერიცხებოდეთ თუ არა, მე კონკრეტულად საქართველოს ბანკის ხელმძღვანელობის შემოსავალზე, იმიტომ ვაკეთებ აქცენტს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მხოლოდ მისი ხელფასი არის გასაჯაროებული. როგორც კვლევებმა დაადგინეს, ბანკის მოგების 3% აიღო ბატონმა ირაკლი გილაურმა ანაზღაურებით სახით. წლიურ მოგებას გულისხმობთ? კი. თქვენი აზრით, რამდენად მორალურია ეს და რამდენად სწორია რა სოციალურ პროექტებზე იყო სოციალური პროექტები რა იყო? რაღაც სოციალური პროექტები იყო, რომელიც ასე ვთქვათ, დააფინანსებს რაღაც ნაწილი განათლებას, რაღაც ნაწილი კიდე რაღაც სოციალურ პროექტებს მოხმარდებოდა. ეს თვალისახვევაა ქალბატონო სოფიო, მე რამდენიმე რაღაც დიდი თანხა გასცა, როგორც მე ზუსტად მახსოვს. იცით, სოციალური პროექტები აკეთო და სოციალური პასუხისმგებლობა არ ქონდეს, ეს რაღაცა ნონსენსია რა. იმიტომ რომ ჩვენ წეღანად საუბრობდით რეკლამის დროს, ხო, ქალბატონი ლიაც იძახდა და მეც ამაში დავითანხმები, რომ როდესაც ამხელა წილი გიჭირავს ამ ბაზრის და ამავდროულად ამ პასუხისმგებლობის ადეკვატური ღიადობა არ აქვს საზოგადოების წინაშე, იმიტომ რომ ამას პირდაპირ კანონი არ გავალევს. ეს ჩემი აზრით თაღლითობასთან ძალიან ახლოს დგას და ეს თაღლითობა ორგანიზებული ფორმით იქნება ჩადენილი საქართველოს ბანკის ტიპის ორგანიზაციის მიერ თუ ვინმე ერთი კონკრეტული თაღლითის მიერ, ეს არსობრივად სიტუაციას არ ცვლის. ერთია სახელმწიფოს წილი პასუხისმგებლობა, რომელმაც უნდა დაარეგულიროს ეს ყველაფერი ეფექტური კანონმდებლობით და ამ კანონმდებლობაზე ზედამხედველობის განხორციელებით და მეორეა იმ კონკრეტული საბანკო ინსტიტუციის პიროვნული შინაგანი პასუხისმგებლობა იმ სოციუმის წინაშე, ვისი დაზარალებითაც ისინი საოცრად დიდრდებიან. აი, მოვიძიე ინფორმაცია, საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 2014 წელს 2 მილიონზე მეტ ლარს გამოყოფს და აქედან შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების მხარდასაჭერად არის საქართველოს ბანკის მომავლის ფონდიდან გამოყოფილი რაღაც გარკვეული თანხა არის გადანაწილებული სტუდენტებისთვის განათლების მისაღებად და ასე შემდეგ. თქვენ რამდენად ეთიკურად მიგაჩნიათ, რომ როდესაც ბანკი ახორციელებს გავს პროექტებს და მის, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელ და ტოპ მენეჯმენტში შემავალ პირებს აქვთ, ასე ვთქვათ, შემოსავალი ბანკის მოგებიდან 3%. ის რომ კომერციული ბანკი ხარჯავს თავის შემოსავლის ნაწილს ქველმოქმედებისთვის, მე ამას მხოლოდ მივესალმები. ამის გაკიცხვა არანაირად არ შეიძლება. დიახ. ეს იმის პარალელურად, რომ არის, ასე ვთქვათ, 37 ჯერ გაზრდილი ქონების ამოღება საქართველოს ბანკის მიერ მონაცემებით ახსრულების დროს და ბანკის აქციების სახით იღებს ამ ბანკის მოგების 3% და როგორც ვიცი, როდესაც აქციების სახით იღებს ბონუსად ანაზღაურების დროს, ასე ვთქვათ, ირაკლი გილაური, აქციები არ იბეგრება, ხო? როგორც მე ვიცი.
საერთოდ ეს იყო გურგენიძე მისი პრემიერობის დროს მიღებული იქნა აი სუფთა ლობისტური გადაწყვეტილება, როდესაც დივიდენდები იქნა განთავისუფლებული გადასახადისაგან იმ სარჩული თითქოს ეს არის ხელმეორედ დაბეგრილი რაღაცა შემოსავალი. რა თქმა უნდა ეს ეკონომიკურად არასწორია და რა თქმა უნდა ეს იყო წმინდა გაანგარიშება მხოლოდ ერთი ბანკის პრობლემებზე. აი კომერციული ბანკისა და ხელისუფლების ერთად მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი. მაგრამ საქმე ამაში არ არის. საქმე იმაშია, რომ ავად თუ კარგად კანონის დარღვევით თუ კანონიერად, როდესაც კომერციულ სტრუქტურას გააჩნია შემოსავალი, ის უფლებამოსილია დახარჯოს ის შემოსავალი როგორც მას უნდა. ამის შესახებ არანაირი შეზღუდვები არ არსებობს საკანონმდებლო. ამიტომ ერთი ბანკის განხილვა, როგორც არიქა მონსტრი მთელი საბანკო სექტორის და სხვები არიან, ბუნჩოლები ეს ნამდვილად არ არის. განიხილება ზოგადად მსხვილი მოთამაშეები ბაზარზე, იმიტომ რომ ისინი ქმნიან, ასე ვთქვათ, თამაშის წესებს, უხეშად რომ ვთქვათ. ზუსტად ამიტომ ამ გადაცემაში იყო ხაზგასმული ზუსტად საქართველოს ბანკის მაგალითები. რაც შეეხება შემოსავლის განაწილებას, სამწუხაროდ სხვა დანარჩენი კომერციული ბანკები ამ ხრივ ვერანაირად ვერ მიბაძავენ საქართველოს ბანკს, იმიტომ რომ ისინი დივიდენდების სახით თავის შემოსავალს არ ანაწილებენ და თქვენ წარმოიდგინეთ, ქველმოქმედებასაც ძალიან ნაკლებად ეწევიან. ამიტომ მე მივესალმები. არა, მხოლოდ საქართველოს ბანკი არ ეწევა ქველმოქმედებას. ნაკლებად ეწევიან სხვები. უფრო მსხვილი ბანკი, ვისაც აქვს მეტი ფინანსური შესაძლებლობა. მოდით მაშინ მე უბრალოდ ორი სიტყვით. ძალიან მოკლედ, კი ბატონო, როგორც ვთქვათ, არ მინდა ამ ლოზუნგის სახით გაიჟღეროს, მაგრამ მე მაინც მოუწოდებდი საქართველოს ბანკს და სხვა მსხვილ მოთამაშეებსაც, რომ ბატონებო, საჯარო გახადეთ თქვენი გადაწყვეტილებები და თუ ამ გადაწყვეტილებებში დასაძრახი არაფერია, საშიც არაფერია. ეს არის მნიშვნელოვანი. ზუსტად იმიტომ ვლაპარაკობთ დღეს ჩვენ საქართველოს ბანკზე, რომ მისი ნეპოტისტური გადაწყვეტილება ძალიან უხერხულად ხდება თვალში. თორემ ეს არ გულისხმობს, რომ სხვა მსხვილი ბანკები ყველაფერს კარგად აკეთებენ. იყავით საჯარონი, დაემორჩილეთ კანონს და იზრუნეთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს. დასკვნის სახით კი მინდა ინფორმაცია განსჯისთვის ჩვენ მსმენელს დაუტოვო. სტატისტიკური მონაცემები ქვეყანაში 1.5 მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული, შავსიაში კი ბოლო მონაცემებით, რომელიც 2010 წლის მონაცემები არის, 400.000-მდე ადამიანი არის შესული. 2012 წელს 2008 წელთან შედარებით ბანკების მიერ ქონების დასაკუთრების წართმევის მაჩვენებელი 27-ჯერ გაიზარდა. დღეისთვის აღსრულების ეროვნულ ბიუროს მევალეთა რეესტრში 73.000-ზე მეტი ოჯახი ირიცხება. ბანკებმა 2011 წელს უპრეცედენტო მოგება ნახეს 323 მილიონი ლარი. საქართველოს ბანკი ბაზრის ლიდერია, როგორც მოგების მაჩვენებლის მიხედვით, ასევე დასაკუთრებულ ქონებაში. 2008 წელს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის ერთი დღის შემოსავალი 6.000 ლარია. 2012 წელს ირაკლი გილაურის ერთი დღის სავარაუდო შემოსავალი 13.000 ლარზე მეტია. კრედიტინფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი სხვა ბანკებთან ერთად საქართველოს ბანკი არის. 2010 წლის შემდეგ კრედიტინფომ შეწყვიტა ინფორმაციის საჯაროდ გაცემა შავი სიის სიდიდის შესახებ. 2010 წლიდან დღემდე ეს სია კვლავ განუხრელად იზრდება და გაცილებით მეტი ადამიანია სავარაუდოდ ვიდრე 400.000. კრედიტინფოს დამფუძნებლებმა ბანკებმა გადაწყვიტეს აღარ გაესაჯაროებინათ შავი სიის ზრდის ტენდენცია და სწორედ ამიტომ ეს ინფორმაცია დაფარულია საზოგადოებისთვის. საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 2013 წლის 1 დეკემბრისთვის 9 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა, რაც 227 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წლის 1 ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე. ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი 20 ბანკიდან 12 კომერციულ ბანკს ერიცხება დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება მსესხებლის მიერ კრედიტების გადაუხდელობის გამო. ბოლო 2013 წლის მონაცემებით საუბარია 159 მილიონი ლარის ქონებაზე. მე ვარ სოფიო ბეროშვილი, გირილცად დამდეგშობა ახალ წელს, გვისმენთ ხუთ შაბათობით რადიო კომერსანტზე, გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით მომავალ წლამდე. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშვილთან ერთად. განსაკუთრებულად წვავე პრობლემა საქართველოში, გადაუხდელი კრედიტები, სესხები, დაყადაღებული ქონება და პრობლემური იპოთეკა, შეცდომაში შეყვანილი მომხმარებელი, ექსკლუზიური ინტერვიუები, ანალიტიკური ხედვა, გამოსავლის ძიება.